მოგესალმებით საყვარელო გამომწერებო და არქისტუმრებო. Ახლა გვექნება გაშლა, მყავს თუ არა სხვა, ბევრისთვის ძალიან საინტერესო თემაა და ბევრი ასეთი კითხვა შემომდის პირადში და პირადი გაშლები ძალიან ხშირად არის ხოლმე ამ თემაზე. ვფიქრობ ეს თემა თქვენთვის საინტერესო გვექნება, ვარიანტი გვექნება ორი, ჩაიფიქრეთ პირველი, მეორე ვარიანტი. და დავიწყოთ. იფიქრეთ თქვენ პარტნიორზე, ვიზუალიზაცია გაუკეთეს მას და დავიწყოთ რა ენერგიებში ხართ. პენტაკლების მეფე. შეიძლება მიწის სტიქია ჩაიფიქრეთ, შეგვიძლია თქვენი სტაბილური პარტნიორი. აქ ვიღაცას შვილები ყავთ, ბიჭები. ყველასთან რა თქმა უნდა არ გათამაშდება. ვიღაცასთან კი რამოდენიმე მამაკაცია. ერთი სტაბილური და დანარჩენებთან ბირთს ვხედავ. პლუს იმპერატორი, რა ხდება აქ? რა ხდება აქ? რა დღეში ხარ? აქ ნუ კაცების გარემოცვაში ხართ, შესაძლოა ეს იყვნენ ნათესავები, შვილები, ძმები, მამები, ბიძები და ასე შემდეგ. კაცების გარემოცვაში ხართ ერთი სიტყვით. თუ ემთხვევა უყურეთ. ვნახოთ. ერთი არკანით ამოვიღოთ თქვენი ენერგიები ახლა არის ცივი. გინდათ რაღაცა გათვალოთ, გინდათ ვიღაცას რაღაცა დაუმტკიცოთ. თითქოს განცალკევებული ხართ ახლა, იზოლირებული ხართ. შეიძლება კონტაქტი გქონდეთ ხალხთან, მაგრამ მენტალურად ხართ თითქოს იზოლირებული. თუ დამთხოვ, დაგრძელოთ ყურება, ვნახოთ ახლა ყავს თუ არა სხვა თქვენ ჩაფიქრებულ პიროვნებას. თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება ახლა არის მოლოდინის რეჟიმში, რათა გამიიღოს რაღაცა გადაწყვეტილება. აქვს ბევრი გეგმა, ილუზია, ოცნება და დაჰკრავს აგრეთვე დეპრესიული ფონი. სამსახურთან, რაღაც საქმეებთან დაკავშირებით, ან სამკუთხედ დივისთანაც არის, ხო? კი. აი აქ პირველი ვარიანტი ვინც ჩაიფიქრეთ, თუ გადახასიათება დაემთხვა და ეჭვი გქონდათ რომ ვიღაც ყავდეს, ყავს. ნამდვილად ყავს. შეიძლება ეს იყოს ყოფილი მეუღლე, ან მოქმედი მეუღლე, რომელთანაც ხშირი კლასიკური ისტორია რო არის ბავშვების გამო და ზინოთ საცალკე ოთახებში, აქ ეგრე არ არის, აქ ამ ხალთან აქვს გრძნობები. და ასე შემდეგ. ან ვიღაცა არის ვინც საკმაოდ მისთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქ იმპერატრიცა, აქ არ არის უბრალოდ დედოფალი, მით უმეტეს წყლის დედოფალთან ერთად. ეს არის ან წყლის სტიქია, ან ქალი, რომელთანაც აქვს საკავშირო გრძნობები. კარგით, მაშინ იცით როგორ გავაკეთოთ. რა უნდა, ვინ არის ის მისთვის და ვინ ხართ თქვენ მისთვის. იმისგან ახლა თავს იცავს რაღაცა ამ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის აზრით, ეს მეორე ქალბატონი ვინც ყავს, ზედმეტად იჭრება მის გარემოცვა. შეიძლება ბევრი კითხვები, კონტროლი და ასე შემდეგ და თავს იცავს. კიდევ ვინ არის? ნუ გრძნობები აქვს და თქვენ ვიხართ. ვისთანაც აქვს არა ბალანსის არასწორი გაცვლა. აქ ვიღაცა უფრო მეც აძლევს, ალბათ თქვენ, ვიდრე თქვენი პარტნიორი. ნუ თავისთავად ეგრე იქნება თუ ვიღაც სხვა ყავს კიდევ. ფიქრობს წასვლაზე. თქვენ ფიქრობს წასვლაზე. ან უკვე წავიდა და უბრალოდ გაინტერესებთ ყავს თუ არა სხვა კი ყავს. რას აპირებს თქვენთან დაკავშირებით? უნდა რომ განულდეს და შემდეგ თუ კონტაქტზე არ არის ეს ადამიანი, აუცილებლად გამოვა კონტაქტზე. რა ვადებში? 9 დღეში, 9 რიცხვში, მე-9 თვეს ყველაფერი დაცხიათ მე დაკავშირებული. შეიძლება 9 საათში, 9 საათზე და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა ვინც უყურებთ პირველ ვარიანტს და გადავიდეთ მეორე ვარიანტზე, რა ენერგიებში ხართ აქ. აქ ხართ მსხვერპლი. სიტუაციის მსხვერპლად გრძნობთ თავს თავიდან ბოლომდე, რაც იყო ტყუილები და სიმსუბუქე, ანუ სიმსუბუქე რაც იყო, ხო, თქვენს ურთიერთობაში, თქვენს ცხოვრებაში, რაღაც თითქოს მცდარი იყო ყველაფერი, აი მსხვერპლი გახდით ტყუილის
კიდევ რა ენერგიებში ხართ აქ? მეორე ვარიანტი. გოგონება და ბიჭებო. რაღაც ოცნება, რაღაცა მიზანი დაისახეთ. და ეს მიზანი ძალიან სწორი და დროული იყო. და ეხლა ეძებთ საშუალებებს, შანსებს, იძებთ რესურსებს, როგორ განახორციელოთ. მე აქ ძალიან კარგ ენერგიებში ხართ, ბრძნულად და ძალიან ისე უყურებთ რაღაც შემდგარ სიტუაციას. იერაფანტი და განდეგილი, სულიერი გაზრდის და ანუ ესეთი არკანებია. ჩაყოლი ხართ. აი ძალიან უფსკულში გრძნობთ თავს. მაგრამ ხვით რაც უფრო დაბლა ეცემა ადამიანი, მით უფრო მაღლა ფრინდება შემდეგ და დაახლოებით ეგეთ ენერგიებში ხართ და თქვენ ეს შეგიძლიათ. ნახოთ ეხლა თქვენი პარტნიორი ჩაფიქრებული, მყავს თუ არა თქვენს გარდა სხვა. რა ენერგიებშია თვითონ? შეიძლება ასაკი თქვენზე პატარა იყოს, რაღაც აქ დაენგრა ამ ადამიანს. ვისთან? ხო, აქაც ორი ადამიანია. თქვენ ამოდიხართ, შეიძლება ჰაერისტიქია იყოს ის მეორე ცეცხლი. შეიძლება პირიქით. თქვენთან არის კრიზისი. თქვენთან არის ხისტი ახლა ეს ადამიანი. ეს კარმიული ურთიერთობა თქვენი ეს გაკვეთილებს გადიხართ აქ და იქნებით უმადური, რაც არ უნდა ხდებოდეს, ეს საჭირო იყო თქვენი ზრდისთვის ზუსტად აი თავში დახასიათებაში რაც ამოვიდა, რომ რაღაცა ძალიან დიდი წინსვლის და ნახტომის წინაშე ხართ, ეს ამის წყალობით ხდება. შეიძლება თქვენ მეუღლეზე მიყურებთ აქ. თქვენ აქ ძალიან გაძლიერდით. აი ამ სიტუაციამ გაგაძლიერათ. შეიძლება ეჭვის დონეზე ისეთ შეიძლება ნამდვილად რომ ვიღაცა ყავდა, ნამდვილად ყავს ეხლაც. რა ურთიერთობაშია მასთან ეხლა რა ხდება მათ შორის ილუზიები, ოცნებები. ნუ იქ თავს იმკვიდრებს, იქ იმპერატორია, იქ ალბათ თქვენგან განსხვავებით ყველაფერს უჯერებენ, ეფერებიან, ყველაფერზე თავს უსმევენ როგორც ფისოს და ნუ აი ესე რა. მაგრამ იქაც რო გაუგებრობებია ბევრი და იქიდან წასვლასაც რო ფიქრობს ეს ადამიანი, ფიქრობს, ნერვიულობს ამ ყველაფერზე. კარგი რა იქნება თქვენთან, თქვენ შორის. თქვენ შეიძლება გაკავშირებდეთ ბავშვები, აქ ბევრი მეუღლეები მიყურებთ. იმედგაცრუება გელოდებათ. თქვენ აქ შეძლებთ სიტუაციას მართვას. თქვენ აქ ძალიან გაძლიერდებით, ან უკვე ხართ გაძლიერებული, შინაგანად და აქ თქვენ მოიპოვებთ სტაბილურობას. ამ ადამიანთან დარჩებით. ამ ადამიანთან არ დარჩებით. ახალ მომავალში ეგრე იქნება ყოველ შემთხვევაში ახალში მიდიხართ თქვენ. ახალი აუცილებელი არ არის ახალი პარტნიორი. აქ უფრო კარიერული წინსვლა, სრულ ტრანსფორმაციაში ხართ აქ თქვენ. რაღაცა ძველს მაინც ებღაუჭებით, მაგრამ გაუშვებთ და უკეთესი შანსები გეძლევათ ყველა სფეროში აბსოლუტურად და იმასთან რა ელოდება, დარჩება იმასთან. არა, იმასთანაც არ დარჩება. იქ სიტუაცია და ურთიერთობა არის ძალიან ვიწრო ჩარჩოში მოქცეული, რაღაცა მიზერულით შემოიფარგლება. ეს შეიძლება ხუთშორის სამსახურეობრივად აკავშირებდეს სამსახური ამ ადამიანთან. რა იქნება იქ საბოლოოდ? არაფერი. იქ შეიძლება მაგიაც იყოს სხვათა შორის. ნახეთ. იქ მაგია. გოგოებო. ქურუმი ქალი ეშმაკი და მეც ბორბალი არაერთხელ, ანუ იქ არის ზემოქმედება. ყველასთან რა თქმა უნდა არა, შეიძლება მაგიაც შეითვალოს რაღაცა манипуляციები, ფსიქოლოგიური, ასე რომ რა ვიცი, ასე. რა თქვენ მეტის ღირსები ხართ და ყველანაირად უკეთესადაც იქნებით, უკვე თუ არ ხართ. ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც მიყურეთ. გამოიწერეთ ჩემი არქივისაც არ ყავართ გამოწერილი, დამიწერეთ ლაიქი, კომენტარი, პირად კონსულტაციებზე ჩასაწერეთ, მომმართეთ აღწერაში მითითებულ ნომერზე WhatsApp-ის საშუალებით. ყველას ბედნიერი დღე.